მოგესალმები პატივცემულ საზოგადოებას, აბა. ხო, ხედებით ახლა ტენის მაგიდით ვერ გამოისწრობ, სადა ვართ, მაგრამ ნელა ამის მერე გავალთ ის მთავარი აქცენტირებული რაც იქნება, აგი, მშვენიერი ყუდრო 64 მინus პატარა 64 რო იტყვი ამ რიცხვში თავის პატარა კოდეჯებით, ამოდი ადამიანმა და თბილისის მიღმა ამასობაში აჰა მითითებაც დაისვენეს სუფთა ჰაერი ყლაპე. დაისვენენ ნამდვილად და მოისვენ თქიო, ამაზეა რა თქვა. მე ჩვენი ეპოპეა კიდე როგორც ყოველთვის საქმე, ხო? კი. საქმე არ უპირველეს ყოვლისა. საქმე არის უპირველეს ყოვლისა, ადამიანი როცა რაციონალურად იყენებს მზის ენერგიას, რატომაც არა 330 ლიტრა, პლუს იქითაც გვაქვს ერთი მეორე, ხო? სახურავზე შემოდებული, რა თქმა უნდა. ამის ფაქტიური მხარე უკვე. სიმაღლე უნდა მივცეთ, რაც სიმაღლე გვაქვს, მით მეტი არის კოეფიციენტი მოხსნის. ეს უნდა იცოდეთ. ამიტომ როცა მზის ენერგიაზე გვაქვს აქცენტირება, პირველ რიგში უნდა გვაინტერესებდეს სიმაღლე. აი ასეთი სახით გვაქვს აქეთ მეორე მზის კოლექტორი. ჩემო პატივცემულებო, სიმაღლე ცოტა ალპინისტიც უნდა იყო, აი. გარე შემოდებული, იმას მშვენიერი მოხსნა აქვს. ამ შემთხვევაში აქეთ ამ მხარეზე სადაც 1-10 წუთია უჯი ჩართული გვაქვს და ტემპერატურა გვაქვს, ასეთ ამაში 30 გრადუსი. ჯერჯერობით. 30 გრადუსი თამასობაში ზაფხულში შხაპს უკვე მივიღებთ 330 ლიტრა 30 გრადუსზე. რატომაც არა, ხო? ზღვის ტემპერატურა ხო მოგწონს 25-26 გრადუსი. 30 გრადუსი გვაქვს წყალი. ხო, ამასობაში წყაროს წყალები მოდის, ამასობაში გაცვლა ტემპერატურის ძალიან აქტიურია ვინაიდან. ახლა ზაფხულში წარმოიდგინეთ ხო ივლისის თვეში 5 გრადუსიანი წყალი არის, გაყინული. მაგრამ დალოცული თავის საქმეს გააკეთებს მთელი დღის მანძილზე. 330 კიდევ ჯვიძახი 330 660 ლიტრა წყალი, ამასობაში 50-60 გრადუსზე გაცხელებული და გვექნება 64 და მშვენიერი, რატომაც არა. რატო? ამოდი ადამიანმა დაისვენა, რაც ბუნებაში, ბუნების წიაღში. ჩავალთ ახლა იქ ქვემოთაც და გაჩვენებთ აქცენტირებულად სადავართ.